მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს გაგაცნობთ იბერიულ-კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარის ბესარიონ მიქავას ინტერვიუს. ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ ასავალ დასავალში, ნომერი 29-30, 10 ივნისი 2024 წელი. ინტერვიუ ჩაიწერა ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ. ეგენი ქართულს არ იცნობენ. ქართველი ყველაფერს აიტანს, მაგრამ მასხრა დაგდებას არასოდეს. აცხადებს იბერიულ-კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარე ზვიადგამსახურდიას დაცვის წევრი ბესარიონ მიქავა. დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდით გვაბრუებდნენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არიან. არადა, უკვე 30 წელია მათი მხრიდან ეროვნულ ღირებულებებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე სტრატეგიული შეტევები ხორციელდება. ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი რეალურად რომ ყოფილიყო, ამ ხნის განმავლობაში შეძლებდა 3 მილიონიანი ერი აეყვავებინა. მაგრამ ჩვენი მთავარი საცოცხლო ფასეულობების განადგურებას შეუდგა. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ხელისუფლება გონს მოვიდა და მიიღო კანონი, რომელიც ყველა ცივილურ და თავმოყარე სახელმწიფოში მოქმედებს. მაგრამ როგორც კი შხამსამსალისგან თავის დაღწევის პერსპექტივა გამოიკვეთა, სტრატეგიულმა მეგობრებმა სანქციების ჩამორიგება დაიწყეს. დამოუკიდებელ ქვეყანას საკუთარი კანონის მიღებას რომ აუკრძალავ, მეგობარი კი არა მტერი ხარ, აბა რა ხარ, ამიერიდან თავისნაირები გააპამპულაო. და მაინც სანქციებით რას მოგვაყენებენ? თუ სანქციების ძირითადი დანიშნულება ის არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუპირისპირო ხელისუფლებას, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ არ არის ნამყოფი ამერიკაში. ეს ძვირფასი ფუფუნებაა და ბევრი არაფერი დააკლდებათ, თუ მომავალშიც ვერ გამგზავრებიან. არც ფაბრიკა ქარხნები და წარმოებები შეუქმნიათ ჩვენთვის, რომ მათი გაჩერებით შეგვაშინონ. მეორე მხრივ, მეგობარი ქვეყნის მოსახლეობას რატომ უნდა დაუწესო შეზღუდვა შეს სახელმწიფოში შემოსვლაზე? დასავლეთიდან საქართველოში იმპორტი მინიმალურია და სხვას რას შეგვიზღუდავენ? საკუთარ რეზიდენტ არასამთავრობებს ფულს აღარ ჩაურიცხავენ? გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ თანხების დეკლარირებას ითხოვდა და ამის ნაცვლად საერთოდ თუ დახურავენ ვასალ ორგანიზაციებს, ისევ საკუთარ ინტერესებს დააზარალებენ. როგორც ჩანს, აქ დიდ დანაშაულს ჩადიოდნენ თავიანთი შავი ფულებით და იმიტომაც აფუთფუთდნენ. გამოდის, ისეთი რაღაცები აქვს დასამალი, რომ ურჩევნიათ რეზიდენტი ორგანიზაციები საერთოდ დახურონ, ვიდრე დეკლარირებას დათანხმდნენ. თუ ასეა, გაცილებით უნდა გვეზრუნ ამ კანონის მისაღებად. ახლა პირდაპირ უნდა გითხრათ, ქართველებისთვის ამათგან სანქციები უცხო ხილი არ არის. როგორ? სხვა დროსაც დაუწესებიათ? დასავლეთი უმალ გადაეღობა საქართველოს, როგორც კი ზვიადგამსახურდიამ დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი ჩაატარა. მიზეზი მარტივია. ერმა მტკიცედ გადაწყვიტა თავისუფლება ცხოვრების პრიორიტეტად ექცია, ხოლო საქართველოს თავისუფლება დასავლეთის ინტერესებში არც მაშინ შედიოდა და არც ამჟამად შედის. სანქციები ჯერ ფარულად, შემდეგ უკვე აშკარად დაუწესეს ზვიადგამსახურდიას. აღმოჩნდა, რომ თავს ვიტყუებდით. ამერიკა და ევროპა არასოდეს ყოფილან საქართველოს მეგობრები. მეგობრებს და პარტნიორებს გვიწოდებდნენ, ვიდრე მათ ინტერესებში მოქმედებდით. აკი ზვიადგამსახურდიასაც იქამდე უჭერდნენ მხარს, ვიდრე ის ებრძოდა საბჭოთა კავშირს. მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და ზვიადგამსახურდიამ ქართველთა პრიორიტეტად მამული ენა სარწმუნოება გამოაცხადა, მის წინააღმდეგ ცილისწამებისა და დისკრედიტაციის ნიაღვარი დაძრეს, რომელიც მერე პირდაპირ სანქციებში გადაიზარდა. ასე დაემართება საქართველოს ყველა ლიდერს, რომელიც გულწრფელად ჩადგება ერის ჭეშმარიტი ინტერესების სამსახურში. რაში გამოიხატა ზვიედის მიმართ სანქციები? ევროპაში არ შეუშვეს, როდესაც პუტჩის შემდეგ
ჰელსინკიდან გერმანიაში გადასვლა და იქ ბრიფინგის ჩატარება დააბირა. იძულებული გახადეს ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა პირდაპირ განუცხადა, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. მისი მოქმედებები არ ჯდებოდა ამერიკის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში. ეს ფაქტობრივად უკვე იყო ზვიად გამსახურდიას მიმართ კოლექტიური დასავლეთის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ძალიან მალე აღასრულეს კიდეც. საქართველოს მიმართ დასავლეთის მიდგომები არ შეცვლილა. ხომ ნახეთ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ლიკვიდაციის მიზნით ესროლეს, რაც დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. წარბშეუხრელად განუცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიცეს ევროკომისარმა ოლივერ ბარშემ და ამით დაადასტურა, რომ ფიცოს ლიკვიდაციის განსაზღვრის მიღმა დგანან იგივე ძალები, რომლებიც მომავალში საქართველოს პრემიერს ამოიღებენ მიზანში. ესეც ფაქტობრივად უკვე განაჩენია ქართველი პრემიერის მიმართ, რომელმაც უცხოეთის აგენტების გამჭვირვალობის კანონის ინიცირება მოახდინა. აქვე უნდა აღნიშნო, რომ ეს არ არის მუქარა მხოლოდ ირაკლი კობახიცის მიმართ და ბიძინა ივანიშვილსაც ეხება. ასეთია დასავლეთის დამოკიდებულება ქართველი ერის გულშემატკივარი ყველა დროის ყველა ლიდერის მიმართ. მაგრამ ბრინკენები მოდიან და მიდიან, ხოლო საქართველო მარადიული მუდამ გამარჯვებული რჩება. ვინმეს მიმართ ყოფილა ამერიკა ნამდვილი პარტნიორი? ამერიკამ, სადაც ოდესმე ფეხი დადგა, იქაურობა ნაცარ-ტუტად აქცია. თავის დროზე ჰუსეინმაც და კადაფმაც ამერიკა პარტნიორად მიიჩნიეს, მაგრამ როგორ დაასრულეს ყველა მიცის. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც ნომინალურია ყოველგვარი ჰუმანური ღირებულება. გასული საუკუნის შუაში მსოფლიოსთვის თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად მათ ერთბაშად რამდენიმე მილიონი მშვიდობიანი იაპონელი სიცოცხლე გაწირეს, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარეს. ჩვენ შეგვაგონებენ გავაუქმოთ უცხოეთის აგენტების მამხილებელი კანონი, რომლის ანალოგი თავად გააჩნიათ. ამ საქციელს დემოკრატიის ქომაგად ნათლავს ქვეყანა, სადაც 70-იან წლებამდე შავკანიან ადამიანებს არ უშვებდნენ თეთრკანიანებისთვის აშენებულ ტუალეტებშიც კი, სადაც კუკლუს კლანი მძვინვარებდა და რასობრივი ნიშნით გენოციდებს აწყობდა. აღარაფერს ვამბობ ამერიკელების იმ დანაშაულებზე, რომლებიც სხვა ერების დახმარების მიზნით ჩაიდინეს. მსოფლიომ იხილა, რა სამარცხვინოდ გამორეკეს ისინი ავღანეთიდან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებმა თვითმფრინავის ბორბლებზე ჩამოკონციალებით დააღწიეს თავი ავღანელი ხალხის რისხვას. რა შანსები გვაქვს თანამედროვე მსოფლიოში თავისუფლება შევინარჩუნოთ? 1966 წელს ზაგორსკის მონასტერი მოინახულა ქართველმა პროფესორმა ნათელა გოგებაშვილმა, რომელიც ადგილობრივ ბერს ესაუბრა. ჯერ კიდევ იმ საბჭოთა პერიოდში იმ ბერს უთქვამს, დადგება დრო, როდესაც მსოფლიოს ხსნა საქართველოდან იქნება, თუმცა თვით საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 2/3 გადარჩება. საქართველო სახარებისეულ ლაზარესთან არის გაიგივებული, რომელიც გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ უფალმა მკვდრეთით აღადგინა. ახლა კაცობრიობა დაახლოებით იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც 4 დღის მიცვალებული ჰყავს, მაგრამ ძალიან მალე საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ახალი ერა დადგება. ნახვამდის.